რაკურსი, ცნობილი გამონათქვამია, რომ სილამაზე გადარჩეს, სოფლიოს თუ ფერწერა სილამაზე, შესაბამისად ანა გაბრიაძის გამოფენამ წესი დიღმის დღე უნდა გადაარჩინოს, რადგან სწორედ ამ დღეპარკის გადარჩენას ეძღვნება მისი საპროტესტო გამოფენა გალერეა TMS-ში. ამ პეიზაჟების უმრავლესობის რეალურად ნახვა დღეს უკვე შეუძლებელია. ხეებისა და ბუჩქების ის ხედები, რომელიც ერთ დროს დიღმის დღეს ამშვენებდა, უკვე აღარ არსებობს. ის მწვანე კედელი მოჭრეს ჩემ თვალწინ, მე ვიდექი, ხატავდი, მოიყვანეს ტრაქტორი და 5 წუთში წააგდო. ხატვარ ანა გაბრიაძეს, როდესაც ამ ტილოებს 3 წლის განმავლობაში დიღმის დღის პეიზაჟების შთაგონებული ქმნიდა, არ უფიქრია, რომ გამოფენას მოაწყობდა და მას საპროტესტო სახეს მისცემდა. თუმცა დღის დღევანდელმა მდგომარეობამ და ამ პრობლემის მიმართ მთავრობის უყურადღებო დამოკიდებულებამ მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ყველას აქვს ბრძოლის თავისი გზა და ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე. ჩემი საშუალება არის ხატვა, მეტი არაფერი. არც იურისტი არა ვარ, არც საზოგადო მოღვაწე არა ვარ. მე შემიძლია გავაკეთო გამოფენა და ვანახო ხალხს. იშვიათია, როდესაც ეს სახვითი, ტრადიციული სახვითი ფორმები, ჩვეულებრივი ლანდშაფტური, პეიზაჟური ხატვრობა ესეთ ზუსტად ჯდება აქციის კონცეფციასთან მიმართებაში. ზუსტად არის დაკავშირებული და უნდა გითხრათ, ეს არის მხატვრის ორმაგი გამარჯვება იმ გაგებით, რომ როგორც პროფესიონალმა დაამტკიცა, რომ მშვენიერი პეიზაჟისტია, არაჩვეულებრივი და როგორც მოქალაქემ დაამტკიცა, რომ მართლაც არის გულმხურვალე ადამიანი, რომელსაც აღელვებს ჩვენი გარემოს და ბუნების მდგომარეობა. გალერეა TMS-ში ანა გაბრიაძის ნამუშევრების სანახავად მის მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ის ადამიანებიც მივიდნენ, რომელთათვისაც პროტესტის ასეთი ფორმა მისაღები და საგულისხმო აღმოჩნდა. ყველამ რო ესე მიიტანოს გულთან ეს ჩვენი ტკივილი და კონკრეტულად ეს საქმე, რაც ამ ადამიანმა რასაც მიუძღვნა ეს ყველაფერი, კონკრეტულად იმ ტყის გაჩეხვას, რომელიც მართლა ძალიან ლამაზია და მართლა ძალიან უხდება თბილისს, ალბათ გვეშველება და აღარ გაიჩეხება ეს ტყე რა. ტყის